სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ ქრისტიანები როგორი უხარისხო ქრისტიანებიც არ უნდა ვიყოთ და სამწუხაროდ ასეთნი ვართ ზუსტად. უხარისხო ქრისტიანობის ერთ-ერთი მაჩვენებელი არის ის, რომ ჩვენი თავის იდენტიფიცირებას ვახდენთ ჩვენს ამ ქვეყნიურ ბიოლოგიურ სიცოცხლესთან, ამასოფლის სულთან, ამ ქვეყნიურ მიზნებთან, წარმატებებთან და ასე შემდეგ. მაინც მიუხედავად ამისა, ჩვენ ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უკავია სასופველს, სამოთხეს, მარადილ სიცოცხლეს. ვიცით რა, რომ თუ პრაქტიკულად ჩვენ გულს არ განუცდია, თუმცა მე ეჭვება, რომ ოდნავი მაინც რაღაც გამოცდილება ჩვენ გულს არ კონდეს. ვიცით რა, რომ საბოლოოდ ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ და თუ სასופველს ვერ დავიმკვიდრებთ, ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ სულიერ ცხოვრებას, ჩვენს დაბადებას საერთოდ აზრი არ ქონია და საერთოდ ჯობდა არც დაავადებულიყავი. ეს მეტნაკლებად ჩვენ ვიცით. მაგრამ ეს ცოდნა რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და ეს ცოდნა უნდა იყოს წარმმართველი ჩვენი ყოფიერების, ჩვენი სუნთქვისაც კი. ჩვენ ღვთის ხატნი და მსგავსნი ვართ. ჩვენ მოაზროვნეები ვართ. აი დღეს ანტონი დიდის ხსენებაა და იგი თავის სიტყვებში ძალიან ხშირად ახსენებს მოაზროვნეობას. როგორც ვალდებულებას, როგორც პასუხისგებლობას, როგორც ერთგვარ ტვირთსაც კი, თუმცა ადამიანი ამის გარეშე არ არსებობს. ჩვენი მოაზროვნეობა ბევრ რამეში ვლინდება, მათ შორის თავისუფლებაშიც და თავისუფლება მოაზროვნეობაში, პიროვნულობაში და პიროვნულობა მოაზროვნეობაში და თავისუფლებაში. ღვთის ხატება და მსგავსება მოაზროვნეობაში ვლინდება რა? ჩვენ ვალდებული ვართ ვიფიქროთ. სწორედ იმ უმთავრესი საზრისის მიღწევისათვის რა გზას უნდა დავადგეთ? უმთავრესი საზრის, რომელიცაც მარადიული სიცოცხლე ქვია. ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რადგან ქრისტიანები ვართ, რომ ცალკე მარადიული სიცოცხლე ხშირად აქცენტირებას ვაკეთებ ხოლმე ამაზე თქვენ ეს გახსოვთ, რომ ცალკე მარადიული სიცოცხლე, ცალკე რაღაც სამოთხე და სასუფეველი და ცალკე ღმერთი არ არის. ეს სხვადასხვა რელიგიებში ესე არის. ღმერთი არის საშუალება, რომელმაც უნდა სამოთხე მოგცეს თუ კარგად მოიქცეს. ქრისტიანული თვალსაზრისით ამგვარი ხედვა, ამგვარი დამოკიდებულება ღმერთისადმი და ამგვარი ხედვა მარადიული სიცოცხლისადმი უბრალოდ კატასტროფაა და გაუგებრობაა. ანგარებიანი სისავსეა ეს, ანგარებაა თავიდან ბოლომდე. და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ სამწუხაროდ მრავალ ადამიანს ეკლესიის წიაღშიც რაღაც ესეთი განცდები აქვს. ღმერთს არ იცნობს, ღმერთთან კავშირი არ აქვს, ლოცვას მიარაკრაკებს, მაგრამ სამოთხე უნდა. ვერ ხვდება რა, რომ სამოთხე ღმერთია და ღმერთია სამოთხე. და სხვა სამოთხე გარდა ღმერთისა არ არსებობს. ღმერთი კიდე ცოცხალია, მოაზროვნეა, გონიერია, პიროვნული არსებაა. როგორ უნდა იყო ღმერთთან, რომელიც არ არის რაღაც ობიექტი, საკვლევი, არამედ ცოცხალია. როგორ უნდა იყო გვერდზე ადამიანთან თუ არ იცნობ? ეს მცნობელობა, ეს არის სწორედ პიროვნული კავშირი და ეს არის სამოთხე. აქედან გამომდინარე იმ სიკეთით, რომელიც სიკეთის განცდა ადამიანს აქ არ შეუძლია, ისე ხო პავლე მოციქული ამბობს, ისეთი რამე განუზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, არც თვალს უხილავს, არც ყურს მენია და არც გულს არ შეხებია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მარადილ სიცოცხლეზე და სამოთხეზე და როდესაც ვიცით რა ეს არის ღმერთი და შესაბამისად ჩვენი ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, ბუნებრივია რჩება კიდევ ერთი საკითხი. ღმერთი როგორც პიროვნული არსება, ცოცხალი, გონიერი, სამყაროს შემოქმედი, მას თავისი ნება გააჩნია, ნებელობა. მეც როგორც მის ხატსა და მსგავს არსებას ნება გამაჩნია. ცხოველს ნება არ გააჩნია. მე გამაჩნია ნება, იმიტომ რომ ღვთის ხატი და მსგავსი ვარ. ნება რას ნიშნავს? ნება ნიშნავს იმას, რომ მე ჩემ ბუნებას აქტიური ენერგია აქვს, რომლითაც ის მიისწრაფის, მოქმედებს, სურს, უნდა. ღმერთთან ცოტა სხვანაირად არის ნებელობა, მაგრამ ჩემთან ნებელობა აუცილებელი პირობაა ჩემი დინამიური განვითარებისათვის. ღმერთს განვითარება არ ჭირდება. ღმერთის ნებელობა აბსოლუტურ სრულ სისავსე სიკეთეში იმყოფება. მაგრამ მე მისი ხატი და მსგავსი ვარ. ღმერთი არის ყოფიერების საწყისი, ანუ რა არის ყოფიერება, რა არის სიცოცხლე? აი ღმერთია ყოფიერება და ღმერთია სიცოცხლე. მე მისი ხატი და მსგავსი ვარ. მე არ შემიძლია ვიყო ბედნიერი თუ ცხოველივით ვიარსებებ, პირუტყვივით ვიარსებებ, გავიწვთნები. ადამიანი არ შეიძლება იყოს ბედნიერი თუ იქნება ლუარსაბ თათქარიძე. იმიტომ დაწერა ილიამ, რომ ამდენს რომელსაც გონია, რომ თუ ამ ქვეყანაზე დიდი სიამოვნებები ექნება, ბედნიერი იქნება, ამით გითხრა დიდმა ილიამ, რომ არ იქნება ბედნიერი. ადამიანი ღორი არ არის, რომელიც მხოლოდ
საჭმლით იქნება და გრილი, რა ქვია, წუმპით იქნება ბედნიერი. ადამიანის ბედნიერება ცხოველის ბედნიერებაზე არ დაიყვანება, არც საგნის ბედნიერებაზე არ დაიყვანება. ადამიანის ბედნიერება მხოლოდ ღვთაებრივი ყოფით არის შესაძლებელი. ადამიანი ბედნიერი მხოლოდ მაშინ არის, თუ ის ღმერთივით იცხოვრებს. თუ ის ღმერთივით არის, ღმერთივით, აი როგორც ღმერთია, ისე როგორც ისე უნდა იცხოვროს. თუ როგორც ღმერთი არ იცხოვრებს, ანუ თუ ადამიანის ყოფიერება არ იქნება თანხვედრი ღვთაებრივ ყოფიერებას, ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობა. ადამიანისათვის ბუნებრივი მდგომარეობა იყოს მადლით ღმერთი. ღმერთი იმიტომ გახდა ადამიანი, ადამიანი გახდეს ღმერთი. ესე იგი რა გამოდის? ესე გამოდის ის, რომ მე როგორც ხატი და მსგავსი არსება, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემი განვითარება სწორი მიმართულებით წავა. სწორი მიმართულებით იმ შემთხვევაში წავა, თუ ჩემი ნებელობა დაემთხვევა ღვთის ნებელობას და ამიტომაც არის ღვთის შვილობის აუცილებელი პირობა მამაუჩვენოში როგორც არის, ეს არის მისი ნებით ცხოვრება და ამიტომ ადამიანი ითხოვს, გონიერი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი ღმერთს ერთ-ერთ თავარს, რასაც თხოვს, არის ის, რომ შენი ნებით მე მინდა ვიარსებო ღმერთო. და განსაკუთრებულად ეს აქტუალიზირდება მაშინ, როცა და ხვდება ადამიანი ამას. რაც გვიწერია, მაგრამ ეს დაწერილი რომ ჩემი გახდეს, მამაუჩვენოში რაც მიწერია, რომ ჩემი გახდეს, მე უნდა მივხვდე რა მიშლის ხელს რომ ვიყო ბედნიერი. და აღმოჩნდა რომ მე რომ ვიყო ბედნიერი, ანუ ვიყო ღმერთთან, ღმერთივით, ღმერთის შვილის სტატუსით, მე ხელს ჩემი ნება მიშლის. რომელიც თავის სიმართლით და თავის ჭკუაზე მატარებს. რომელიც მიდრეკილია ქვენაგზნობებისკენ და დემონური ეგოიზმისკენ. როდესაც ღმერთი მოვიდა ადამიანად, ეგოისტური ადამიანის, რომელიც მემკვიდრეა ადამიანისა, რომელსაც ბედნიერება, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, მომხოჭელობა გონია დაზიანების შემდგომ, რაც დაემართა ადამიანს. ასეთი სამყარო შევქმნით და გავაბატონეთ ეშმაკი და თავადი, იმიტომ ამასოფლის თავადი, როგორც უფალი გვასწავლის, ასეთ სამყაროში ღმერთი შემოდის და ისეთ რაღაცებს მეუბნება, ყველაფერი თავდაყირა დამიყენა. ჯერ ერთი ჩვენ რელიგიურმა ადამიანებმა თუ განვაზოგადებთ ადამიანებს, ხო, და ერთად დავდგებით და ღმერთი ცალკე და ჩვენ ცალკე. რელიგიურმა ადამიანებმა, რომელთა მთელი ცხოვრებაც მიძღვნილი იყო იმისათვის, რომ ქრისტე ეცნოთ, ქრისტე ვერ იცნეს. მთელი ცხოვრება ძველი აღთქმის რელიგიის მიმდევართა რა იყო? მთელი ცხოვრება იყო, რომ მოვიდოდა ქრისტე, ანუ მესია, რომ მოვიდოდა ეცნოთ და ვერ იცნეს და მოკლეს. გესმით რა შეასაქმე? რატომ? იმიტომ რომ აი ეს პატივმოყვარეობით, მომხვეჭელობით და სიამეთმოყვარეობით ცხოვრება და სხვა ცხოვრება ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ ასეთი ბუნება გვაქვს, ამგვარი ბუნებით ყოფიერება, ამგვარი ბუნებით არსებობა არ მაძლევს საშუალებას ვიხილო ღმერთი, როგორიც ის არის. ამიტომ აუცილებლად მჭირდება მეტამორფოზის პროცესი დაიწყოს ჩემში. იმიტომ მოდის იონი ნათლისმცემელი და წინამორბედად ამბობს ამ სიტყვებს ქრისტეს წინამორბედად, რომ შეინანეთ, ანუ შეიცვალეთ, იმიტომ რომ მოახლოვდა ღმერთის სამეფო, იმიტომ რომ მეფე მოდის. აი ეს ცვლილების პროცესი თუ არ დაიწყო ჩვენში, ჩვენ თუ სხვანი არ გავხდით, ვიდრე ვართ, ჩვენ ქრისტეს ვერ ვხედავთ და ვერც დავინახავთ და ვერც ვიხილავთ უკუნისამდე ჯვარი გვწერია. არანაირი რელიგიურობა, არანაირი ზიარება, არანაირი სკვნილით ხელში დაჭერა, არანაირი ღამის გატეხვა, არანაირი ქველმოქმედება, არანაირი სიკეთე, არაფერი არ გვიშველის თუ არ შევიცვალეთ და სხვანი არ გავხდით. და ის სხვა რო ხდები, სხვა ყოფნის პროცესი რო იწყება ჩვენში, მერე ნელ-ნელა იხსნება ჩვენი გულის თვალი და ნელ-ნელა ვხვდებით სახარებაში რა წერია, ურთიერთობა როგორი უნდა გქონდეს, ცხონებას გზაზე როგორ დავა. საერთოდ რას ნიშნავს, რომ არა უბრალოდ ქრისტიანი რო რას ნიშნავს, რომ არა ადამიანი რო ვარ, ეს რას ნიშნავს, მერე ნელ-ნელა ვხვდებით. და მერე უკვე ვიწყებ გაგებას წმინდა წერილის. მაგალითად დღესაც აღმოვიკითხეთ. აღიხილნა თვალნი მოწაფეთა მიმართ ქრისტემ და იტყო და ნეტარ ხართ გლახაკნის სულითა, რამე თუ თქვენი არ სასუფეველიცად. აი სასუფეველზე საუბრობ, ჩვენი მიზანი სასუფეველია. და უცებ მომიტყიალდა და მეუბნება, შენ თუ გინდა რომ სასუფეველი დაემკვიდრო, უნდა იყო გლახაკი სულით. ეს არის უკიდურესი სიმდაბლის გამომხატველი სიტყვები. ანუ ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ხედავს, რომ მასში არაფერი საკუთარი ღირებულება მას არ გააჩნია. არანაირი საკუთარი ღირებულება არ გააჩნია.
ჩვენ ასე ხო ვერ ვართ. საკუთარ თავს დააკვირდით, ვიღაცა რო ცოტა აწეული შემოგხედავს, ამ ფეხს დაგაბიჯებს, ან გვერდს გაკრავს, ან მანქანათი ჩაგიჭრის, ან რაღაც უსიყვარულობას გამოხატავს, ან უმადურობას, რაღაცას ოდნავ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ იცი რომ მოკვდები ცოტა ხანში 3 კილო ძვალი დარჩები ამ ქვეყანაზე მეტი არაფერი, როგორი ამბიცია აქვს ადამიანს. რა გლახაკი სულით. როცა ჩვენ მე გეუბნები შენ. ჩემი სიტყვა არ გესმის შენ. ეს არის კატასტროფა და ვის არ ჭირს, ვის არ გვჭირს ეს. ვინმე ვართ ისეთი, ვისაც ეს არ გვჭირს. არა და სანამ ეს გვჭირს, სასופველი იქით ჩვენ აქეთ, იმიტომ რომ გლახაკის სულით ვიღაცა აპროტესტებს ამას, ვიღაცა მე ვაპროტესტებ, ჩვენ ყველა ვაპროტესტებთ ამას, ეს არ მოგწონს, ეს არ გვინდა, ხო და ღმერთს კიდევ უყვარვართ. აი რა ქნას ღმერთმა მე გეკითხები. რა ქნას ღმერთმა რომ ხედავს რომ აი მას თეოდორე უყვარს, რატომღაც მე რა საყვარელი ვარ, მაგრამ მე რატომღაც უყვარ ვარ მე მას. მე ხო ვიცი ეს, რამდენჯერ გადამარჩინა, თუნდაც ფიზიკურ სიკვდილს რამდენჯერ გადამარჩინა. დაწყებული ჩემი ათეისტური პერიოდიდან, როცა საერთოდ ათეისტი ჩემთვის უგუნური არსებაა და ვიყავი მე ესეთი. და რა ხიფათში არ გამიყვია თავი აბსოლუტურად უგუნურად. რამდენჯერა ვარ გადარჩენილი აშკარა სიკვდილს. ეს ჩემი უგუნურებით, ეხლა უბრალოდ შემთხვევითი ხიფათებით და ასე შემდეგ. ესე იგი მე უყვარ ვარ, ვიცი. მაგრამ ვერ ვინკურნები ამ პატივმოყვარეობისაგან და აი ამ ეს სული სიგლახაკე რო არა მაგ და არა და ამის გარეშე ვერ ვცხონდები. აბა რა უნდა ქნას ღმერთმა? აი რა უნდა გამიკეთოს მე ისეთი? წმენას მომცა ყველაფერი მომცა. რა უნდა გააკეთოს ღმერთმა? ხო და ერთ-ერთი რჩება ღმერთს რასაც გვიკეთებს სულ და მეც მიკეთებდა მთელ ცხოვრების განმავლობაში. იმ დონეზე რომ რა გინდა ღმერთო? რატო გამიკეთე ეს? ზოგადად რა თავხედი ვარ, რა გინდოდა ვეუბნება. გესმით შენ? აი რა დონეზე ვინ ახარ შენ რო ღმერთს ესე ეუბნები, რა იცი საერთოდ ეს იმდენად გაუგებარი რაღაცა. უმძიმესი განსაცდელების გარეშე ადამიანის დამდაბლება და დაგლახაკება, სულით დაგლახაკება, ვიღაც თანამედროვე ადამიანს ესეც არ ესმის. გლახაკი სულით გონია რაღაცა უღირსი მდგომარეობა. უღირსი მდგომარეობა არ არის ეს. ეს ქრისტეს დარი და ქრისტეს მსგავსი მდგომარეობა. შეხედეთ ქრისტე როგორი გახდა ჩვენთვის. ღმერთია galaktikების შემოქმედია როგორი გახდა ჩვენთვის. წყალი წყურია და სამარიტელ დედაკაცს ეხოცება წყალი დამალეინეო. როგორი გახდა ჩვენთვის. და ამიტომაც აი ამის გაგება ხო, რომ სასופველი გლახაკის სულით არ შეგვიძლია პატივმოყვარეობის გამო. მე ვკითხულობ, გიხაროდენ მას დღესაშინა, რა დღესაშინა, როცა ქრისტეს გამო ვიდევნებით, ქრისტეს გამო გვტკენენ, ქრისტეს გამო შეურაცხყოფას გვაყენებენ. რა შემთხვევაში ხდება ეს? როდესაც შენი პატივმოყვარეობით ადამიანს დაეჯახები და თუ მოგერევა დაგჩაგრავს, ეგ არ არის ქრისტეს გამო. თუ მოგერევი შენ დაჩაგრავ, თუ ის მოგერევა შენ დაჩაგრავ, ეგ არ არის ქრისტეს გამო ტანჯვა. ქრისტეს გამო ტანჯვა არის ის, რომ შენ არავის არ ეჯახები, შენი პატივმოყვარეობით. მხოლოდ სიკეთე გინდა გააკეთო, მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტესი ხარ, აბსოლუტურად უსამართლოდ მართლა გტანჯავენ და გეუბნება მხიარული იყვენით, გიხაროდნენ მას დღესაშინა, მხიარული იყვენით. ანუ იობის მსგავსად რომ მოდის შენზე განსაცდელები, რამე თუ აჰა ესე რა სასყიდელი თქვენი მრავალ არ სათაშინა, ანუ ცეცხლოვან ღუმელში ხდება შენი გამოწვა, შენ უნდა ოქრო იყო და ეს ოქრო სასופველი ისეთი ოქრო უნდა იყოს, რომელიც სასופველში იქნება და სასופველში ოქრო მინარევებით ვერ იქნება, უნდა გამოიწვას, გამოთავისუფლდეს შენი ბუნება ამ მინარევებისაგან. რამაც ჭირდება ის როგორც ოქრო სიმხურვალეში იწმინდება და მინარევები იწვება შიგნით ან სხვაგან გადის და რჩება სუფთა. ეს განსაცდელები როგორც ხურვალე რაღაცა ღუმელი ესია თითოეული ადამიანისათვის. ჩვენი ეგოიზმი გამოვლენილი ჩვენს ემოციებში, ჩვენს გრძნობებში, ჩვენს სენტიმენტალებში, სენტიმენტალურ გრძნობებში, ჩვენს რაღაც სიამოვნებებში, ჩვენს კომფორტში გამოვლენილი ეს საშინელი ეს ეგოიზმი გამოიწვება მთლიანად და არაფერი აღარ რჩება. განა იმიტომ რომ ღმერთს უნდა გვატკინოს? არა. მხოლოდ იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ვეგუებით ჩვენი პატივმოყვარეობის დათმობას, ჩვენი სიმართლის დათმობას. არაფრით არ გვინდა ეს. იმიტომ რომ ჩვენ იქ სამოთხეშივე ჩაიდო ეს დემონური თესლი ჩვენში, რომ ღმერთები ხართ.
შეჭამეთ ეს და ღმერთები ხართ და დაიჯერეს საწყლემა შეჭამეს და დაემართათ ის რაც დაემართა და მათი შვილები ვართ ჩვენ სხვა არსებები კი არა ვართ ჩვენ მათი შვილები ვართ მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და ქრისტეს გავხსნათ გული და ქრისტეს შვილები გავხდეთ ანუ სხვა არსებებად გადავიქცეთ ადამიანი რომელიც სწორად ცხოვრობს მოყვასის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი აქვს და გახსოვთ ეს სიტყვები ახლა დღესაც წავიკითხეთ ხო ვითარცა იგი თქვენ გნებავს რათა გიყონ კაცთა თქვენსა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ ეს არის როგორიც ამბანური ჭეშმარიტება ქრისტიანი სოციუმში როგორ ცხოვრობს აი ყოველ ადამიანთან როგორც შენ გინდა მოგექცენ ისე უნდა მოექცე მანქანაში ზიხარ და რაღაცა შეჯახება პატარა ავარია მოგივიდა იმან დაგარტყა შენ დაარტყი იმ წამს აბა დააყენე შენი თავი იმის ადგილას და როგორც გინდა რომ შენ მოგექცეს ისე მოექცე და ჩვენ ხო სულ საპირისპიროდ ვაკეთებთ რატომ არის ხოლმე რომ დაეჯახებიან და აგინებენ ერთმანეთს ჩხუბობენ და სულ ესე ადამიანთა ურთიერთობა არავინ არ ცდილობს იმის გაკეთებას რომ მოექცეს მოყვას ისე როგორც მე მინდა რომ მე როგორც მინდა რომ მომექცეს შევატრიალებ და მოვექცევ ისე ეს არის ამბანური ჭეშმარიტება ქრისტიანობისა და თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ მას ჩვენ ასე მოვიქცეოდით და ჩვენ თუ ასე მოვექცეოდით სადაც კი ვიქნებოდით ყველგან 60 დამყარდებოდა სადაც კი ვიქნებოდით ყველგან 60 იქნებოდა და თუ რამდენიმე ვიქნებოდით ესე გავანათებდით ყველა მიხვდებოდა რომ ქრისტე ჩვენთან არის იმით მიხვდებიან რომ ჩემი მოწაფეები ხართ თუ ერთმანეთი გეყვარებათ ეგ არის ერთმანეთის სიყვარული ჩვენ ხო ამას ვერ ვაკეთებთ იმიტომ რომ არა ვართ სულით გლახაკ ეხლა თუ მტერია ადამიანი იტყვის საყვარი გონება ხო არ ისვენებს ეხლა მე ამ ლაპარაკობ რომ ყველა ადამიანს მოექცე ისე როგორც შეგინა მოგექცეს და გებარა მტერი თუა ადამიანი იტყვის და ამიტომ აგრძელებს ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და იყოს სასყიდელი თქვენი მრავალი და იყვნეთ ძე მაღლის აი რა შემთხვევაში ხდება ადამიანი მამაო ჩვენოს როყიო თუ ამბობთ მამაო ჩვენო აი რა შემთხვევაში ხდება მამაო როცა შემთხვევაში ცოცხლდება შენი სიტყვა და ეს როყიო ნათქვამი ნამდვილი ხდება და ნამდვილი შვილი ხდები თუ მტერი გეყვარება გახსოვთ სილვან ათონელის ამბობს მტრის სიყვარული ანუ მოზულის მაჭირებლის რო 1000 მიზეზი შეიძლება იყოს ხო მისი სიყვარული მის და მის სიყვარული რო არ გაიმეტებ რო იზრუნებ რო წყალს მიაწოდებ რო წამოაყენებ რო შურს არ იძიებ მიუხედავად იმისა რომ ის ყველაფერზე წამსვლელია შენ წინააღმდეგ მაინც რომ ამას აკეთებ ამის არსებობა შენში ნიშნავს რომ შენში სახთო მადლი ანუ შვილი ხარ და ამის ვერ გაკეთება ნიშნავს რომ შენში სახთო მადლი არ არის და ჩვენ ხო ვიცით რომ ესეთები არა ვართ არ შეგვიძლია ჩვენ ამის გაკეთება და მე გვეუბნება რომ ესე რატო უნდა გააკეთო და გვიხსნის რამე თუ იგი თავადი ტკბილა არს უმადლოსთათვისაც და უკეთურთა ანუ ვინც ცუდია იმისთვისაც ტკბილია უფალი იყვენი თქვენ მოწყალე ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს ანუ ღვთაებრივი სრულყოფილება ჩვენი გულმოწყალება ღვთაებრივ სრულყოფილებამდე უნდა ავიდეს ესე იგი ჩვენი განვითარება არასოდეს არ უნდა შეწყდეს არასოდეს არ იქნება ისე რომ ღმერთივით გულმოწყალე ვარ ადამიანი ტყვის რა სისულელია ამიტომ რა მდგომარეობაში არ უნდა იყოს მუდმივად დეფიციტის განცდა გაქვს რომ არ ახარ ისეთი როგორ რისთვისაც შექმნა ღმერთმა ისეთი არ ახარ ეს ყველაფერი იწყება აი ბანალური განუკითხველობით და განკითხვის სოდვის ალაგმით ჩვენში და ეგრევე ერთი მხრივ ამბობს ნახეთ იყავით მოწყალე ვითარცა თქვენი ზეციური მამა მოწყალია სად აგვახედა და ჩვენ ვერ ვუწვდეთ თვალს აუ თოცებ გეუნება ნუ განიკითხავ და არა განიკითხე ნუ დაჟჯით და არა დაისაჯნეთ მიუტევნეთ და მოგეტევნეთ მესმის რომ უფალი გეუნება რომ ძალიან ზემოთ აგახედე მაგრამ შენ გზაზე დადექი და დანარჩენს მე გავაკეთებ. რა არის ეს გზა? რა რითი დავიწყო? არ განიკითხო, მიუტევე, არ დასაჯო, შური არ იძიო. აი მოყვასი შენს გვერდზე ვინც არის. აი ამ საქმიანობაში, ეს არის სახთო საქმე. ამ საქმიანობაში ადამიანს ჭირდება წარმმართველი, სადაც რომელს წინაშეც ის ისწავლის საკუთარი უკეთური ნების დამორჩილებას და ალაგმვას. და აი ამ ურთიერთობაში, ქრისტიანობაში 2000 წლოვანი პრაქტიკიდან გამომდინარე შემოდის მოძღვრის ცნება. აი დღეს ანტონი დიდის ცნება, მე ყველას გირჩევთ, ვისაც საკითხული არა გაქვთ, წაიკითხეთ, არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ წაიკითხეთ, პერიოდულად დაუბრუნდით.
ხო? პერიოდულად ანტონი დიდი ითვლება მონაზვნობის ფუძემდებლად შეიძლება ასე ითქვას. არა პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ მაშინ აღკვეცის ეს მსახურებას არ არსებობდა, მაგრამ აი რაღაც ესეთი პროტოტიპია მონაზვნობისა, თქვა, წაიკითხეთ, როგორი გონიერებით წერს. ადამიანი, რომელსაც კოპტურის გარდა არც ერთი ენა არ იცოდა. მგონი არცად არ უსწავლია აბსოლუტურად, არანაირი აკადემიური განათლება არ მიუღია. გესმით? და უკვირდათ კიდევაც კაცო როგორო და ორი წიგნს ვკითხულობ მარტო ბიბლია და სამყარო. როგორი სიბნელე, როგორ თანამედროვე აზროვნება აქვს. ესე გასაოცარია. თანამედროვე აზროვნება აქვს. განსაცვიფრებლად. და როცა მას კითხულობ და მას დაუჯერებ, ის ხო გამოდის შენი მოძღვარი. და აი ასე შემდეგ, ანუ ჩვენი მოძღვრები არიან წმინდანები. და მე ღმერთი ხილულ მოძღვარსაც გაძლევს და განიჭებს. ხილულ მოძღვართან, აი დღეს არ არის მისი ხსენება, მაგრამ ხო მემკვიდრეა ანტონი დიდის, იოანე სინელის, იოანე კიბის აღწერლის სიტყვები განსაცვიფრებელი, ესეც ქართულად არის მადლობა ღმერთს ისიც. წაიკითხეთ მოძღვარზე რას წერს. იცით რა საოცარ ამას ამბობს იოანე სინელი მოძღვარზე. მოძღვრის შეურაცხყოფას და მოძღვრისადმი ურჩობას ღმერთისადმი შეურაცხყოფა და ურჩობა გერჩივნოს. გამოოგნებელი. ანუ ჯობია რომ ესე იგი ღმერთს აწყენინო, ვიდრე მოძღვარსო. ესეთ რამეს ამბობს. და მე გეუბნება რატომ მოძღვარს ღმერთს რო აწყენინებო, მოძღვარი შუამდგომელი იქნება შენსა და ღმერთ შორისო და შენთვისო პატიებას გამოითხოვსო და მოძღვარს რო აწყენინებ რა გეშველებაო, მე ვიღა იქნება შუამდგომელიო. გიორგი მთაწმინდელი ამბობს. გიორგი მთაწმინდელი ვისი თარგმნილი სახარებაც ხელში გიჭირავთ და ფსალმუნები, ვისაც გიყვართ ფსალმუნების კითხვა და უნდა გიყვარდეთ. მოძღვრის გარეშე ვერავინ გადარჩება. და რატომ? მე ხო ჭკვიანი ვარ, რაში მჭირდება მოძღვარი? რაში მჭირდება? ბოლო-ბოლო ანტონიდის წავიკითხავ და იოანე სინელს და გრიგოლ ხანძთელს. რაში მჭირდება? მე ხო ჭკვიანი ვარ. როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს, შენი ნება გაქვს და ეს ნება არის დამღუპელი. და ვერასოდეს ადამიანი ისეთი უცნაური არსება ვერ ხვდება მისი ნება როგორ მანიპულირებს მისი. ვერასოდეს ვერ მიდის იმ კონდიციამდე, რომ საკუთარმა ნებამ ისე შეაწუხოს, რომ გულწრფელად უთხრას ღმერთს, იყავ ნება შენი, დაამღალა ამ ჩემმა საზიზღარმა უკეთურმა ნებამ, იმიტომ რომ სულ ჩემ დაცემულ ბუნებას ემსახურება. ვერასოდეს ვერ მიდის ადამიანი ამ კონდიციამდე, თვითონ ვერ ხვდება, იმიტომ რომ ეკომფორტულება საკუთარი ნების ცხოვრება და არ ეკომფორტულება ღვთისნების ცხოვრება. ამიტომაც გაურბივართ ჩვენ სახარების სულს და ამიტომ ვერ ვიგებთ სახარებას. დაფარულია ჩვენგან. და ამიტომაც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული დღეს ამოვიკითხე და გვეუბნება დაემორჩილეთ ჩვენ წინამძღვრებს, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისთვის. რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას. აქაც ჩანს, რომ ის წინამძღვარი ანგელოზი კი არ არის, ისიც ადამიანია. და მაგრამ იმას აქვს ვალდებულება, რომ აი გამწევი ორთქმავალივით იყოს, ამ ელმავალივით, აი მატარებელის ხო აქვს გამწევი, რომელიც მიდის და ვაგონები ჩაბული. მთელი მატარებელი უნდა ჩავიდეს, გარკვეულ ქალაქში უნდა მივიდეს. მთელი მატარებელი არ აქვს მნიშვნელობა პირველ მასში იჯდები, გამწევ ვაგონში იჯდები, ბოლოში იჯდები, მაინც ჩახვალ იმ ქალაქში. მაგრამ გამწევის გარეშე მთელი მატარებელი გაჩერდება. და აი წინამძღვარს და მოძღვარს გამწევის ვალდებულება აქვს. თუ გაჩერდა მთელი მატარებელი ჩერდება. გესმით? აი ეს ვალდებულებაა. და აი ამ ვალდებულებას სიხარულით უნდა აკეთებდეს, იმიტომ რომ ისიც ადამიანია, ისიც ვაგონია პოყოლ. და ისიც შეიძლება დაზიანდეს. და ამიტომ გვიწერს პავლე მოციქული, რომ დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისთვის და რათა ამას სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხრით და მე აგზელებს, რადგან ეს აღარას გარგებთ თქვენ. ანუ როცა დაამწუხრებთ. გესმით? დაღლით ადამიანია. შვილი რო ისე მოექცევა მშობელს, რომ ყელში ამოუვა და ნუ მოკლედ შვილის დანახვა რო აღარ უნდა. ხო ხდება ესეთი? აი რაღაც ეგეთი რაღაცა რო ხდება. იმიტომ რომ ასე დროს თუ შენ ასე ექცევი მოძღვარს, შენ ღმერთსაც ასე ექცევი.
ჩვენ არ ვიცით, თუ ხილულ მამას, ხილულ დედას და მამას შეურაცხყოფას აყენებ, ხილული ძმა თუ არ გიყვარს, ჩვენ გონია რომ ღმერთის სიყვარული გვაქვს, რადგან რელიგიური ცხოვრება გვაქვს, თუ კაცი თავის მამას და დედას აგინებს და უყვირის და შეურაცხყოფს, და თან ამავე დროს რელიგიურია, მას გონია რომ ღმერთი უყვარს და ისა, გესმით? ამას ხო პირდაპირ გვეუბნება იაკობ მოციქული, რომ ხედავ და იმას არ გიყვარს და ვერ ხედავ და როგორ გიყვარს, როგორ, რანაირად. და ასეთ შემთხვევაში მშვიდობის ღმერთმა გულოცავს, როცა ვემორჩილებით, ხოლო მშვიდობის ღმერთმა დაესრულყოთ თქვენ, სრულყოთ აი ამ მორჩილებაში. რათა მისი ნებისებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე. ღვთის ნები ისევ ღვთის ნებისადმი მორჩილება, რომ ღვთის ნების მიერ აღვასრულოთ ყოველი კეთილი საქმე. ადამიანში თუ სიმდაბლე არ არის, არავის არ დაემორჩილება. არავის. და ეს მორჩილება თავისუფალი ნებით ხდება. ანუ ადამიანი ამ დროს თავისუფლებას კი არ კარგავს. თავისუფლებას კარგავ ადამიანი მაშინ როცა გაძალებენ. არავინ არაფერს არ გაძალებს, რაც გინდა ისკენ. რაც გინდა ისკენ. რა თქმა უნდა, ადამიანი შეიძლება ადამიანად თქვას, რომ კი, მაგრამ დღეს ესე იგი მოძღვარი ხო შეიძლება ვერ იპოვო. კი, შეიძლება ვერ იპოვა. თუ არ ეძებ. იმიტომ რომ თუ ეძებ, ვერაფრით ვერ დამაჯერებ. მე რომ ვერ ნახავ მოძღვარს, რომელიც ღვთისაკენ სავალ გზას გაჩვენებს. რატომ? რატო არ ასე დარწმუნებული? იმიტომ რომ სახარების მიხედვით ასეა. და მე სახარების უფრო მჯერა, ვიდრე აი რა ვიცი რა, ყველა არ არსებობს მასე დიდი სიმართლე და სახარებაში წერია, ვინც ეძებს, ის აუცილებლად იპოვის. მხოლოდ ჩემი გამოცდილებითაც ესე ვხედავ მე. რომ ისინი ვერ პოულობენ მოძღვრებს, რომელიც არ ეძებენ. ქრისტესთან რო ამყოფო, ქრისტეს ვერ დაინახავს მოძღვრად. იონე ოქროპირი ერთ-ერთმა მისმა საუკეთესო სულიერმა შვილმა გაყიდა იუდასავით. და იუდა კიდე თავად ქრისტეს ყიდის. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჭირდებათ მოძღვარი. განო იმიტომ რომ ბევრი იციან. იმიტომ რომ ვერ ელევიან საკუთარ სიმართლეს, საკუთარ ნებას და არაფრით არ შეუულიათ სული სიგლახაკე, რომელიც აუცილებელი პირობაა ჩვენი სასופველოში მყოფობის. იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენი გული არ გამოთავისუფლდება ღვთის უწმინდესი ნებისთვის, რომელიც ჩვენი არსებისთვის ყუდრო ნავსაყუდელია. და მე გულოცავს პავლე მოციქული იესო ქრისტეს მეუხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე ღმერთმა იესო ქრისტეს მეუხებით, ანუ ადამიანად მოსული ღმერთის მეუხებით. ვის წინაშეც ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე, ასე გულოცავს. ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება იყოს გონიერებით, მოაზროვნეობით და სიმდაბლით წარმართული, რომ უბრალოდ რელიგიურ არსებებად არ დავრჩეთ და ის რომ რწმენა გვაქვს, როგორც რამდენჯერმე გითხარით ეს ბოლო შეხვედრების უგეუნებით, სიმონახალი ღვთისმეტყველის სიტყვები არ ახდეს ჩვენზე, რომელიც ამბობს, რომ უკვირს ასეთი რამის არსებობა თავად უკვირს. საშინელად განსაცვიფრებელი რამეაო ესო ამბობს სიმონახალი ღვთისმეტყველი. საკუთარი რწმენით მოხიბლულებს თავი ღმერთის შვილად მიაჩნიათ, მაშინ რომ რწმენა აქვს და გონია ღმერთის შვილია. მაშინ როდესაც ღმერთს არ იცნობენ. და ეს რომ არ დაგვემართოს, ამიტომ მეტი გონიერებით მოვეკიდოთ საკუთარ სულიერ ცხოვრებას, სიმდაბლით, მოთმინებით, განსაცდელების ვაშკაცური და ღირსეული დათმენით, ქრისტეს სიყვარულისათვის ყველაფრის დათმენით და ნებისმიერი უსამართლობის, არ გაბოროტებით, განუკითხველობით, სიმდაბლით, სიმშვიდით, დიდსულოვნებით, სულიერ ბრძოლაში, სიმამაცით, ქრისტესადმი თავგანწირული ერთგულებით შეუდგეთ ჩვენს საკეთებელს. ასე დროს ადამიანის გულს ღმერთი ეხება, აქვე ხორცში მყოფს, აბედნიერებს, ახარებს, ღირსებას ანიჭებს, ანათებს ასეთი ადამიანი. სხვებისათვის მაგალითი ხდება. და ასეთ ადამიანს არაფრის აღარ ეშინია ამ ქვეყანაზე. და რაც შეეხება სიკვდილს, რომელსაც თითქმის ყველას ეშინია, თუ ადამიანი წყვილიდან შემცდარი არ არის, სიკვდილის არათუ არ ეშინია, მას ახარებს სიკვდილი. არა სუიციდური განწყობით,
არამედ ქრისტესთან შეხვედრის შესაძლებლობას რომ აძლევს იმ სიხარულით ახარებს. აი ეს არის და მე კიდე რაც გველოდება ღმერთის წყალობით ეს გონება მიუწვდომელი ბედნიერება და სიხარული. ჩვენ ამისთვის დავიბადენით, ჩვენ ამისთვის მოგვიყვანა უფალმა აქ და ამისთვის დაგვარქვა დიდი სახელი ქრისტიანისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.